ვიმყოფები ლისაბონში ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე. თქვენ იცით, ნაციონალური მოძრაობა არის წევრი, ყველაზე მსხვილი ამ ევროპული პოლიტიკური პარტიის და აქ ევროპაში ყოველდღე ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური ჯგუფი განსხვავებული ერთმანეთისგან აღნიშნავენ ერთის მხრივ იმ უკუსლას, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე სამწუხაროდ ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ერთმანეთს აღნიშნავენ იმ ნებაზე და იმ ისრაფებაზე, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გახდეს სრულფასოვანი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ყოველ დღის ბოლოსთვის ველოდებით ძალიან მკაც და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც ასახავს მთლიანობაში იმ რეალობას, რომელიც შექმნილია ოლიგარქი ივანიშვილის საქართველოში და მე ვფიქრობ, ხვალინდელი რეზოლუცია, რომელსაც მე ვიმედოვნებ, რომ ექნება აბსოლუტური ხარდაჭერა წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ მორიგ-ჯერზე დაადასტურებს დამოკიდებულებას დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან ივანიშვილის ოლიგარქატის მიმართ.